ახალი და მამისათა და ძისათა და სულისაც მიცათა. დღეს 18 დეკემბერს არიხსენება საბა განწმენდელისა ცხოვრება მე-6 საუკუნეში ეხმარება რომ ადამიანს თუ წვენა აკლია წვენა მიეცეს ასევე ფიზიკურ სნეულებებში ეხმარება ასევე ეხმარება თუ ვინმე გადამტერებული ყავს რომ საბა განწმენდელს უნდა ცხოვრო იმ წელი მოყარეთ გადააქციოს და ბევრი წმინდანები ყავს ეს იყო შეცვლილი ეკლესიაში მართლმადიდებლებს მათ შორის არის საბა განწმენდელი და ყველას გირჩევთ იკითხოთ ეს საბა განწმენდელი იქნება თუ ანტონი დიდი იქნება საბა განწმენდელის თარიღებიც არის ანტონი დიდის სერაფიმ საროველის ალექსი ბერიშუშანიასი მადლობა ღმერთს გირჩევთ წაიკითხოთ იმიტომ რომ როგორც ახალ მე ვარ მონასტერში სადაც ზღვის დონიდან 1200 მეტრზე და მიხარია რომ სუფთა აერია აგე სუფთა აერი როგორც სასარგებლოა ის გულით ჩასევ ზაკეთულობ საბა განწმენდელის დარეგებას ზაკეთულობ სერაფიმ საროველს ალექსი ბერიშუშანია და სხვა წმინდანებს მამა პაისის ეს არის სუფთა აერი სულისთვის ეს სულიერი საზდო და თავისუფალი დრო თუ კითხვა გეზარება ინტერნეტში არის მამა პაისის გადაგებები სულვან ათონელის წმინდანების მადლობა ღმერთს საშუალება გვაქვს ამისა და ნათქვამია სადაც არის საუნჯეშენი იქ არის გულიშენი და თუმცა გიყვართ მაშინ უნდა გიყვარდეთ წმინდანებისა რომლებიც იყვნენ ერთგულები ღვთისა და რითი მიაღწიეს იმას განღვთობას ხის მამი და ხის დედა რა ქვია საბა განწმენდელი იქნება თუ წმინდა ეფემია თუ სხვა წმინდანის იმე ალექსი ბერიშუშანია არა ერთ დღეში არა ორ დღეში არა მიაღწიეს ზოგმა 15-ის განმავლობაში 20-ის განმავლობაში ლოცვით მარხვით და აღსარებებით და ზიარებებით და მოთმინებით აი მოთმინებას აქვს დიდი მნიშვნელობა სულიერ ცხოვრებაში და შეგვეციოს წერია მოთმინებითა შენი და მოიპოვე სულში არ გაბროდე ამდენია გაბროდებული და ღმერთმა მოგცეს სიყვარულის ნიჭი რომელიც გადაგვარჩენს საბა განწმენდელის ლოცვითა ჩვენთან არის ღმერთი